რამდენიმე წუთის წინ დამტკიცდა ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე რეზოლუცია 101 ხმა 10-ის წინააღმდეგ ასეთია კენჭისყრის შედეგები, რომელსაც წინ უძღოდა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც მომხსენებელმა ვენეციის კომისიიდან წარმოადგინა და რომელშიც მოხვდა ყველა ის ქმედება, რომელიც ქართულ მოუწნებამ ბოლო პერიოდის განმავლობაში თავისუფალი ხმის ჩასახშობად გამოიყენა. ანგარიში პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის ძალიან მწვავე და ნათქვამი აქვს, რომ საქართველოს მატარებელი სწრაფი სვლით მიდის, მაგრამ არასწორი მიმართულებით და ეს ყველაფერი არის სწორედ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ბუნებრივია თითოეულმა გამომცვლელმა ისაუბრა იმ რეპრესიებზე, რომელიც ხორციელდება, რეპრესიულ კანონებზე, რომელსაც ქართული ოცნება იღებს იმისთვის, რომ ჩაახშოს პროტესტი რუსთაველის გამზირზე და ჩაახშოს თავისუფალი მედია, რომელიც ახლა გადარჩენისთვის იბრძვის და ასევე რა თქმა უნდა აქ საუბარი იყო დაკავებულებზე, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომელიც ქართული ოცნების პოლიციამ ძალადობრივი მეთოდებით უკანონო დააკავა, მათ წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა, წამების ელემენტები და შემდეგ უკანონოდ გისოსებს მიღმა გამოკეტა, რა თქმა უნდა ნახსენები იყო ყველა პოლიტიკური პატიმარი და მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლის გათავისუფლებაც თითქმის ყველა გამომცვლელმა მოითხოვა. Georgia is facing extreme polarization. ანგარიში, რომელსაც დღეს წარმოვადგენ, არის საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პირდაპირი მტკიცებულება. საქართველო მკაფიო პოლარიზაციის და საზოგადოების ფრაგმენტაციის წინაშეა. ამ დაძაბულ კლიმატში დიალოგი ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ვიზიტის შემდეგ პროგრესი არ ყოფილა. იყო უფრო მეტი დაკავება სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალი საკანონმდებლო ცვლილებები არჩევნების, გენდერის, მედიის და საჯარო დემონსტრაციების კუთხით. ამ მიზეზების გამო ვფიქრობთ, რომ ეს ანგარიში ძალიან დროულია. ჩვენ შეშფოთებული ვართ დემოკრატიული უკუსვლის მკაფიო ნიშნებით, ადამიანის უფლებების შესუსტებით, გაზრდილი პოლარიზაციით და რეპრესიული კანონმდებლობის დამტკიცებით. ვწუხართ, რომ მდგომარეობა მხოლოდ უარესდება და ამას ძირეული ცვლილებები აქვს ადგილობრივ დემოკრატიაზე. ამის შედეგია ფართოდ უარყოფილი საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაპაუზების შესახებ. ძალაუფლება სრულად მმართველი პარტიის ხელშია კონცენტრირებული, რომელიც ოპოზიციურ ჯგუფებს აიძულებს ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტს. პარლამენტის შტამპის დამრტყმელ ასამბლეად იქცა, სადაც ფორმალურ ოპოზიციას მმართველი პარტიიდან გამოყოფილი პირები წარმოადგენენ. ყველა საკანონმდებლო ინიციატივა მტკიცდება დაჩქარებული წესით, კონსულტაციების გარეშე. უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონმა გამოიწვია გაზრდილი დაშინება და სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება, დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მცდელობა. ამის მკაფიო მაგალითია ორი მედია წყაროს დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავება, რომელიც ამ დრომდე არ არის გათავისუფლებული. სამართალდამცავმა ორგანოებმა დემონსტრანტებს ძალადობით უპასუხეს. გამოიყენეს მძიმე ჯარიმები 1000 ევროზე მეტი გზის გადაკეტვის ბრალდებით. ყველა ის საკითხი მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში უნდა იყოს განხილული. ამჟამინდელი პირობები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვერ უზრუნველყოფს. აშკარაა, რომ საქართველო გზაჯვარედინზე დგას. Seems to be standing at a crossroads. კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგან სწრაფი ნაბიჯები ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის კუთხით. უნდა აღდგეს ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე. გულდასმით უნდა მოხდეს დაკავებების გამოძიება და ძალადობის ფაქტები მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ. რეკომენდაციაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული პირები, მათ შორის მზია ამაღლობელი. 2025 წლის არჩევნები სრულად დემოკრატიული კამპანიით უნდა ჩატარდეს. კონგრესი მოუწოდებს ჩატარდეს სრულად კონკურენტული არჩევნები. უნდა მოხდეს ამომრჩევლის დაშინების, ელექტორალური ძალადობის და თაღლითობის პრევენცია. მთავარი რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კომისია გარანტირებულად დამოუკიდებელი იყოს. The situation in Georgia is worrying. მდგომარეობა საქართველოში შემაშფოთებელია. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, NGO-ების და მედიის შეზღუდვის, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ რეპრესიების, ოპოზიციის მარგინალიზაციის, დაშინების და უცხოური ჩარევების გამო ეს არ არის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან მიაახლოვებს. ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული დემოკრატიის, ადამიანის უფლების და კანონის უზენაესობის მდგომარეობის კუთხით. მატარებელი სრული სიჩქარით არასწორი მიმართულებით მიდის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დადგეს საერთაშორისო ვალდებულებების გვერდით. მოვუწოდებთ კონგრესის წევრებს ხმა მისცენ და მხარი დაუჭირონ წარდგენილ რეზოლუციას.
findings of the report. Quite a long time, Georgia was seen as a დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა ხიდს, რომელიც რეგიონს ევროპულ ღირებულებებთან აკავშირებდა. დემოკრატიული ორმოების უკუსვლა აჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება წაგართვან თავისუფლება. მოუწოდებთ ევროპის საბჭოს ახლოდან დააკვირდეს საქართველოში განვითარებულ პროცესებს და უზრუნველყოს კანონის და ადამიანის უზენაესობის დაცვა. ესენი არიან ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ დეპუტატებისა, რომლებმაც განცხადებები გააკეთეს საქართველოს შესახებ, თუმცა გამომსვლელი იყო გაცილებით მეტი და სწორედ ამ კრიტიკული გზავნილების მოსმენა მოუწია ქართული ოცნების დელეგაციას ევროსაბჭოს კონგრესში, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები და რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე. მათ მოისმინეს ყველა იმ ძალადობრივი მეთოდების შესახებ, რომელიც თავად გამოიყენეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა საქართველოს შესახებ, საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. მხოლოდ 10 ადამიანი იყო წინააღმდეგი და ძირითადად ესენი ქართული ოცნების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მოუწოდებდნენ მთელი დებატების განმავლობაში ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომ არ დაეჭირათ მხარე ამ რეზოლუციისთვის, რადგან მათი მტკიცებით ეს რეზოლუცია უფრო მეტად გააღრმავებს პოლარიზაციას საქართველოში, თუმცა ეს რა თქმა უნდა არის მოწოდება რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა არის მოწოდება ქართული ოცნებისთვის, რომ შექმნან დემოკრატიული გარემო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ და არ გამოიყენონ ის ბერკეტები, რომელიც მათ ხელშია, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და სწორედ ქართულ ოცნებას დააკისრეს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე მუშაობა და პოლიტიკურ ოპოზიციასთან დიალოგის წარმართვა. ოპოზიციამ კი გამოიყენა ტრიბუნა იმისთვის, რომ ევროსაბჭოსთვის სრულად ეჩვენებინა იმ ადამიანების მოეყოლა იმ ადამიანების შესახებ ისტორიები, რომელსაც სასტიკად გაუსწორდა ქართული ოცნება და რომლებიც რუსთაველის გამზერზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოთხოვნით იდგნენ და აპროტესტებდნენ გაყალბებულ არჩევნებს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერებას. This is Levan Khabeishvili. ეს არის ლევან ხაბეიშვილი, პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ის სასტიკად სცემეს პროტესტის დროს, როცა ყველაფერი ლაივში გადაიცემოდა. მეორე დღეს, როცა ის პარლამენტში მივიდა, მან დაასახელა იმ პირების ვინაობა, ვინც ამ დანაშაულშია მხილებული, თუმცა ამ დრომდე არც ერთი ადამიანი არ დასჯილა. ის ივანიშვილის, კობახიძის, გომელაურის დავალებით ზვიად ხარაზიშვილმა, ანუ ხარებამ, მათმა სისხლიანმა მწამებელმა აღასრულა. ეს არის დავით კაცარავა, რომელიც მშვიდობიანი აქციის დროს სცემეს და სასიკვდილოდ მიატოვეს. მინდა ასევე გაჩვენოთ ქართველი ახალგაზრდობა. ეს არიან ქართველი ახალგაზრდები. ესენი არიან ჩვენი შვილები, მეგობრები, რომლებიც მშვიდობიანად ითხოვდნენ თავისუფლებას, მაგრამ რეჟიმმა მათ ამ ძალადობით უპასუხა. I remember how after the Rose Revolution მახსოვს კორუმპირებული ხატაკი არ შემდგარი სახელმწიფო საქართველო, როგორ გახდა ვარდების რევოლუციის შემდეგ მთელს მსოფლიოში ცნობილი პოლიციის რეფორმით, დაბალი გადასახადებით, ასევე ბიზნესის სიმარტივის, უსაფრთხო გარემოს და ევროპასთან სწრაფი ინტეგრაციის გამო, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის რეფორმებად იყო ცნობილი, რომელიც ამჟამად ციხეშია. დღეს კი საქართველო პოპულარულია აგენტების შესახებ რუსული კანონით, მანიფესტანტების წამებით, გამჭვირვალე საარჩევნო ბიულეტენებით, ერთპარტიული არალეგიტიმური პარლამენტით შეჩერებული, დასტოპებული ევროინტეგრაციით და რუსეთისაკენ სწრაფვით. ამიტომ ეს დოკუმენტი ტრაგიკულია ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. მადლობა თქვენ, რეპორტიორებო, რომ ჩვენ დიალოგისკენ მოგვიწოდებთ. დიახ, იყოთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებოდით. ზოგთან კიდეც მეგობრობდით და დღეს მე მინდა ამ დარბაზში მათ ვკითხო, როგორ გძინავთ ხამი? არ გესიზმრებათ სახის სვლებ ჩარეძილი 19 წლის ახალგაზრდები? საწამებლად მოწყობილ მიკროავტობუსებში რომ სისხლში გდია? The resolution contributes the deepening. რეზოლუციის დამტკიცება ემსახურება პოლარიზაციის გაზრდას საქართველოში, რომელიც კონგრესს აწუხებს. მმართველმა პარტიამ მაღალი ლეგიტიმაცია მიიღო. ეს რეზოლუცია საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. ამგვარად მოუწოდებ თითოეულ დელეგატს არ მისცე ხმა რეზოლუციას, რომელიც საკამათოა და რომელიც მიკერძოებულ აღქმებზეა დაფუძნებული. Resolutions that are controversial and based on biased perception. უმწავესი რეზოლუცია საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს კონგრესის, ასე ვთქვათ, რეგიონალური მმართველობის კონგრესის პლენარულ სხდომაზე დებატების დროს დამტკიცდა. ამ კონგრესის ძირითადი მიმართულება არის საკრებულოები, მერიები და ადგილობრივი არჩევნები, თუმცა დებატები, როგორც ხედავთ, სრულად გაცდა მათ დღის წესრიგს და იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში შენიშნეს. ეს არის ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, ძალადობა
და რეპრესიები, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და რეპრესიული კანონები, რომელიც ქართულმა ოცნებამ ერთპარტიულად დამტკიცა, პრაქტიკულად ყველა განცხადება ემსახურებოდა და იყო სრული ილუსტრაცია ქართული ოცნებისა, რომელიც ერთპარტიულად ოპოზიციასთან დიალოგის გარეშე იღებს კანონის, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიებს. ქართული ოცნების ანგარიშზე კი კიდევ ერთი უმწვავესი რეზოლუცია, რომელიც რეჟიმის სრულ ლუსტრაციას ახდენს. საქართველოს ევროსაბჭოს დღის წესრიგში ეს ინად სარციძე იყო. საქართველოში მწვანილის ბიზნეს